დეკემბერი დადგა და საახალწლო ფუსფუსიც დაიწყო. მოგეხსენებათ, რომ ამ ღამეს ყველაფერი ჯადოსნური უნდა იყოს, ამიტომ ყველაფრისთვის ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ და მომზადებას მინიმუმ 1 თვით ადრე ვიწყებთ. იცით, რომ დამდეგი 2015 წელი ცხვრის წელიწადია, ამიტომ საახალწლოს უფრო ისე უნდა მოვთოთ, როგორც ცხვარს ესიამოვნება და დღეს გასწავლით, როგორ უნდა გავაკეთოთ ყვავილოვანი კომბოსტოსგან პატარა ცხვარუკები. პირველ რიგში კომბოსტო უნდა დავშალოთ პატარ-პატარა ნაწილებად. მოვაჭრით ესეთ პატარა ნაწილს. აქედან შემდეგ კიდევ პატარა ნაწილს მოვჭრით თავისთვის. ცხვრის თავისთვის გვჭირდება ეს ნაწილი. შემდეგ ვიღებთ ზეთის ხილს და ზეთის ხილს ცოტა მოვაჭრით თავს. შემდეგ კბილის ჩხირით. აღარ კბილის ჩხირს გადატეხავთ შუაზე, იმიტომ რომ დიდი არ გვჭირდება. აი ამ ნაწილს დავამაგრებთ თავზე. აი ესე. შემდეგ ვიღებთ ისევ კბილის ჩხერს. გავუყრით ზეთის ხილის თავზე კბილის ჩხერს და შემდეგ კბილის ჩხირით დავამაგრებთ ტანზე. შემდეგ ცხვარს უნდა მოუჩიჩქნოთ თვალი, ჯერ ერთი თვალის ადგილი. შემდეგ მეორე თვალის ადგილი. შიგნით შეგვიძლია ჩავდოთ კბილის პატარა ნაწილი. შემდეგ მეორე ნაწილი და ბოლოს უნდა გავუკეთოთ ფეხები. დაამაგრეთ ქვემოდან ჯერ ერთი ფეხი, შემდეგ მეორე ფეხი, შემდეგ მესამე ფეხი და ბოლოს მეოთხე ფეხი. ჩვენი პატარა ცხვარუკა მზად არის. ბოლოს უნდა დავდოთ თეფშზე. და სანამ თეფშზე დადებდეთ, წვანილით გავუკეთეთ პატარა მინდვრის იმიტაცია. აი ესე რომ ლამაზი იყოს. და ჩასვით მინდორში. ახლა კი გასწავლით, როგორ გავაკეთოთ პინგვინები ზეთის ხილისგან, სტაფილოსგან და ყველისგან. ვიღებთ ზეთის ხილს, ჭრით შუა ნაწილს, შუა გულს ვიღებთ ზეთის ხილისგან, ძალიან პატარას. შემდეგ ვჭრით ყველს, გავჭრათ შუაზე და ჩაუდოთ ზეთის ხილს შუა გულში. შემდეგ ვიღებთ პატარა ზეთის ხილს, კბილის ჩხერს და ვამაგრებთ ერთმანეთზე, აი ამ ორ ზეთის ხილს. შემდეგ ვიღებთ სტაფილოს და ვჭრით ერთ ფირფიტას. ეს ფირფიტა შემდეგ უნდა გავჭრათ. სამკუთხედად ამოვჭრათ ერთი ნაწილი. აი ასე. და ეს ჩვენი პინგვინი დავსვათ ზედ. დავამაგროთ ჩხირით. აი ასეთი საახალწლო პინგვინებიც შეგეძლე ყავდეთ თქვენ საახალწლო სუფრაზე. როგორც უკვე ვთქვით, ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს ყველაფერი ჯადოსნური უნდა იყოს. ახალი წლის განწყობისთვის კარგი იქნება თუ თქვენ სუფრაზე თოვლის ბაბუებიც იქნება. დღეს გავაკეთებთ კვერცხისგან, სტაფილოსგან და წიწაკის შავი მარცვლებისგან თოვლის ბაბუას. პირველ რიგში კვერცხს, მოხაშულ კვერცხს უნდა მოვაჭრათ ჯერ თავი, შემდეგ ბოლო. შემდეგ მეორე კვერცხსაც იგივე მოვაჭრათ ბოლო და თავიც. შემდეგ ვიღებთ სტაფილოს და სტაფილოსაც იგივეს. ჯერ ვაჭრით ბოლოს. შემდეგ თავს, უბერგის ნაწილებს მოვაჭრით. შემდეგ ვიღებთ ჩხირს, ან შეგვიძლია გამოიყენოთ სპაგეტი. ვარჭობთ კვერცხში და ზემოდან ვადებთ პატარა კვერცხის ნაწილს. აი ესე. შემდეგ სტაფილოს დიდ ნაწილს ვუყრით ჯოხში.
და შესაბამისად შემდეგ პატარა ნაწილს. შემდეგ ვიღებთ შავი წიწაკის მარცვლებს, ჯოხით ვუკეთებთ თვალს, ჯერ ერთ თვალს, შემდეგ მეორე თვალს, რომ ადვილად ჩავიდეს წიწაკა და ვაკეთებთ თვალს. წიწაკისგან ერთი, ორი, ჩვენი თვალის ბობო უკვე იყურება. შემდეგ ვუკეთებთ ღილის ნაწილებს, ისევე ჯოხით და ვამაგრებთ ისევ წიწაკის მარცვლებს, ღილების ნაცვლად. აი ეს ორი და მესამე. ჩვენს თოვლის ბობოს გასაკეთებელი დარჩა ცხვირი, გავაკეთოთ სტაფილოსგან, გამოჭრათ პატარა სამკუთხედად სტაფილო. ისევ ჩხირით გავუკეთოთ ცხვირის ადგილი, რომ სტაფილო ადვილად შევიდეს შიგნით. დავუმაგროთ ცხვირიც. აი ასე. და დაგვრჩა ბოლო დეტალი, ოხრახუშით გავუკეთოთ ხელი. აი ეს დავამაგროთ გვერდზე. ჩვენი თოვლის ბობა მზად არის. და ბოლოს გასწავლით, როგორ გავაფორმოთ საახალწლო სუფრაზე თეფშები, ხელსახოცისგან დამზადებული ულამაზესი ნაძვის ხით. ამისათვის დაგვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ მწვანე ხელსახოცი. ვდებთ ხელსახოცს და ვიწყებთ ჯერ ერთი ფენა, გადავკეცოთ. აი ასე. შემდეგ მეორე ფენა გადავკეცოთ. ოდნავ ქვემოთ. აი ასე. შემდეგ მესამე ფენა ისევ ოდნავ ქვემოთ. და ბოლოს მეოთხე ფენა ისევ ქვემოთ. შემდეგ გადავაბრუნოთ ხელსახოცში და გადავკეცოთ ჯერ მარცხენა მხარე. შემდეგ მარჯვენა მხარე. გავასწოროთ კარგად და ისევ გადმოვაბრუნოთ. დავიწყოთ აკეცვა. ჯერ ერთი ფენის ზემოთ. აი ასე. შემდეგ გადავკეცოთ მეორე ფენა და შევაცუროთ ქვემოთ. შემდეგ მესამე ფენა, ისევ ქვემოთ შევაცუროთ. შემდეგ მეოთხე ფენა, ისევ ქვემოთ და ბოლოს ეს ფენა აი ესე შევაცუროთ. გავასწოროთ კარგად ჩვენი ნაძვის ხე და დავდოთ თეფშზე. აი ესე. დავუდოთ ჩანგალი, დანა, ბოლოს დავუმაგროთ რამე აქსესუარი, რაც თქვენ გაქვთ. ამ შემთხვევაში მე გულს დავუმაგრებ. აი ასე შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ჩვენი საახალწლო რჩევები და თქვენი სუფრა გააფორმოთ ლამაზად და ორიგინალურად და რაც ყველაზე მთავარია, ახალი წლის ღამეს ზუსტად 12 საათზე სურვილების ჩაფიქრება არ დაგავიწყდეთ.